გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ეს არის მორიგი ვიდეო, რომელიც არის X3M-ის აწყობა. წინა ვიდეოში რო გაჩვენეთ რაღაცები, დავიწყეთ ამის აწყობა, რომ დრაგისთვის მოესწროს და შეჯიბრზე მივიღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება კომენტარებში ხშირად წერთ ხოლმე 213-ის გატესტვასთან დაკავშირებით და ორ ვიდეოში ვთქვი უკვე, ოღონდ ბოლოში ვიძახეთ, ეთყობა ბოლომდე არ უყურებთ ვიდეოს და ბოლომდე რო ვიდეოს არ უყურებთ, ეგ კარგი არ არის. ჯობია თავიდან ბოლომდე უყუროთ ვიდეოს. ამიტომ ბოლოში რო არ ვთქვა, თავიდანვე ვიტყვი, რომ თავიდან მაინც მოусმინოთ და გაიგოთ ჩემი აზრი 213-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ ის მანქანა გაიყიდა, დუბაიში წავიდა რამოდენიმე თვის წინ და მაგიტომ ვერ გავტესტე ეგ მანქანა. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმიტომ რომ ერთხელ ვიჯექი სტანდარტ 213-ზე და რო გავიარე, მაგრამ მომეწონა, აი სხვანაირი სატარებელი იყო, აი ძველ მერსდესებით რო ვიარე, ვაფშე სხვა შეგრძნება მქონდა, აი თავისუფლად მართვადი მანქანა გაიჩნდა უცებ რა და მაგრამ გამისწორდა სიმართლე რო გითხრათ და ისე დეტალურად არ გამიტესტია, 1-2 რაღაც პატარაზე გავიარე და რაღაცა და დიდი სურვილი მაქვს, კარგად გავტესტო. ვინმეს თუ ყავს 213, მოიყვანეთ გავტესტავ, ან მე თვითონ თუ ვიპოვი რამეს მე თვითონ გავტესტავ და მაგ ვიდეოს შემოგთავაზებთ რახან შეპირებული ვარ. გამომწერებს, ვინცაც გამოწერილი გაქვთ, დიდი მადლობა, ვინც აკომენტარებთ და აქტიურობთ და ალაიქებთ, ყველას დიდი მადლობა. ვინც უყურებთ გამოწერის გარეშე, გეხვეწებით დააჭირეთ გამოწერას, ხო მარტივ ესე დააკლიკავ და всё რა, გამოწერილია. მეტი არაფერი. ესე იგი გადმოვედით X3M-ის ძრავზე, დავიწყეთ ამის აწყობა. წეგან ჩვენი ბატონი გურამი ოპერატორი გავაგზავნე რაღაც მაღაზიაში და მაგიტო ვერ გაჩვენეთ ეხა კალინვალი როგორ ჩავდე, მაგრამ რა აზრი აქვს, აგერ არის შავი კლადიშები აქვს, აგერ არის ყუთები, სადაც იდო კლადიშები. აი ესაა შატუნის კლადიშები. ACL რეისინგები არის შიგნით, მაგრამ ეს ცალკე შეფუთვაა, ეს საიტი არის, სადაც იყიდება ამ მოტორის ყველაფერი. ეხლა გადავდივართ კარენოი კლადიშების ბოლტები, ანუ შპილკები რა. ქარხნული ბოლტები არის, საწავიღე. აგერ არის, ესენია ქარხნული, რაც იჭერს კარენოი კლადიშის შეიკებს, ესენია სპორტული ARP-ს ავთერმარკეტი, რომელიც დიდ ნაგრუსკას უძლებს რა. როცა ბევრ ცხენზე არის ლაპარაკი, ჯობია შპილკები დააყენოთ, იმიტომ რომ ეს შეიძლება გაიწელოს, იმიტომ რომ ეს არ არის გათვლილი მაგხელა ძალას და ამიტომ ჯობია ესენი დააყენო. წონაშიც ბევრად დიდი სხვაობაა ARP შპილკებში. ეხლა დავაყენოთ ეს ბოლტები. თავისი სმასკა აქვს. ეს უნდა წაუსვათ აქ. ეს საკულჩერო არის, ესა ზედა მხარე, ესა ქვედა მხარე. ეტაუტია. თავის მასკა არის. ეხა ამის ხუთიანი. უნდა ხარჯო. ორი დღეა Rolls-Royce აკეთებს და ოდა Rolls-Royce-ის ანაზღაურება უნდა. Rolls-Royce-ის ანაზღაურება. ანაზღაურება. შეხედე როგორ შამპურზე წვაც უბერავს. ატაკებს ხო? ეს უცელოდ დაუწევს. ესე იგი მოსაბეზრებელი რო არ იყოს, ეს ყველა, ეს როგორ ჩაუსვი, ყველა ესე უნდა გავაკეთო. ეხა ყველას ჩავსვავ და გავაგზავნებთ მე დანარჩენს. პრინციპი რა პრინციპი? რატო სულ მან და რატო არის? არა, ეს სულ ერთია სად ჩასვავ, ამის აზრი არ აქვს, სად ჩასვავ. გადაჭერას აქვს მნიშვნელობა, უნდა დავიწყოთ ჩუიდან და გავყვეთ, მაგასაც გაჩვენებთ. ამ შემთხვევაში უკვე არ უყურებთ ორიგინალ იმას, უყურებთ აი ამ ფურცელს, რაც მოყვა, როგორ უნდა დაუჭიროთ რა. იმიტომ რომ ეს ბოლტები ეს თავის. კი, ამ ბოლტებისთვის ესაა დაჭერის პრინციპი. მაგასაც გაჩვენებთ. ეხა დაუჭიროთ დანარჩენი. დააპაუზე და გავაგზავნოთ. ესე იგი ჩავსვით ყველა შპილკა და ეხა უნდა მივიყვანოთ თავის ადგილზე. რა საინტერესო დაიჭირება ის ვარა, აქე ჩვეულებრივი ისა. რა, ეს შპილკა უნდა დაიჭიროს შიგნით რა. ჩავსვით ყველა შპილკა. ეხლა დაველოდებით ცოტა, იმიტომ რომ შპილკებს რო უჭერ სითხესთან ერთად, ტაოტთან ერთად. შიგნით ჰაერი რჩება და ხანდახან ბოლომდე არ ეჭირება, უნდა დააცადო ცოტა ხანი, რომ ჰაერები ამოუშვას და მე კიდე ოდნავ მე კიდე გადაეჭირება. მაგას კიდე გადაუჭერ, მე უნდა ჩავსვათ
შაიბები და დაუჭიროთ მერე ზევიდან ბოლტები. სპეციალური ბოლტები, რომელიც დიდ წნევაზე არის გათვლილი, რომ აი მე გაგვექცა. და ესეთი შპილკებიო დაუჭიროთ მერე ზევიდან. ეხლა მე ესენი გადავამოწმე და რამოდენიმე ისევ გადაეჭირა, იმიტომ რომ შიგნით ჰაერი იყო და ამოვიდა და გადაეჭირა კიდევ ოდნავ გადავამოწმოთ. ბოლომდე რო არ დაეჭიროს, მერე კაი კონტაქტი, კაი მოჭერა არ ექნება და ჯობია ცოტა ხანი დააცადოთ ხოლმე, აი, კიდე მოეჭირა. აი ესეც. ჯობია ცოტა ხანი დაელოდოთ ხოლმე და ისევ გადააკონტროლოთ, იმიტომ რომ შეიძლება მერე მოშვებული დარჩეს. რამოდენიმე კიდე გადაეჭირა. ესე იგი, ეხლა ჩვენ გვინდა შაიბები. დიდი რა მოყევი რა. რატო მოგიწია რომ დღეს იცის რა ვისათხოვა? ჰა? M3 ტრიცეჩესტი რატო დაგესტოკა სამჯერ? რატო მოხვედი დღემდე რომ იცი და ისწავლე? სულ მუღამი მქონდა. ხო, კი, სუმაგის ბრალია და არა იმისი რა ერქვა? სომეხილატორისტი? არ არის ეხა ეგრე რა. რა არის ეგრე? გაჩერდი. სახალხოთ ეგეთი რაღაც. კოლეგია. სახალხოთ ეგეთი რაღაცების არ იცოდა ეხა კაცმა და რა გინდა? არ იცოდა, რას ქვია, იცოდა. იცოდა? იცოდა. კარგი, არ გვინდა ეხა მაღაზია ბაზარი. არ ჩავსვა, მაგრამ მაინც. დაი კიდე. არა, დღეს ისე ხვდები რა შეცდომას უშვებდა? ჰა? ხო იცი დღეს? ესე იგი, ჩავსვით ჩაიბები, ეხა ეს ისევ ეს უნდა წაუსვათ ყველა რეზბას. შემოუსვათ კარგად, რომ ისრიალოს. დაანებე Samsung-ი ბიჭო თავი. ხო გამოვიდა ახალი iPhone. მერე რა? მოვითხო ახალ iPhone-ს. ან კიდე აი ეს არ მათქმევინებს, ჩაგრავს. გამოუშვით ბარტერით კამერა. რო წესიერად გადავიღოთ ხარისხი. დაუჭიროთ ეხა ბოლტები. აქ რა არის? არ წავუსვი კაცო. გამომჩა მე მგონა. ან ტყილა მოუჭირე და არ უსმევდა. ფოკუს ვერ ვაკეთებ. ფოკუს. ავტოფოკუს. ვითხოვ კამერა სპონსორებო კი არა. ბიჭო. თქვენ გჩუქნით კამერას ლინზიანად და მიკროფონიანად, ჩვენ გარეკლამებთ 2 თვე. მეტი ავქანთ. 2 თვე. ო, ძმაო, 8 ვიდეო. გადათვალე, აბა. მან დარწაგიშვი. თქვენი მაღაზია იქნება საუკეთესო ტექნიკის მაღაზია. ერთი კამერა, ახლა კაი ტექნიკის მაღაზიისთვის არაფერი არა. GoPro. იმაში რო არის, GoPro არა ის კიდე. კიდოგანში რო მაღაზიებია, ხო იცი? ნო. ეგეთები არიან ჯიგრები თო ძმები. კიდობანში მე-60 მაღაზია, გიასთან კაი კამერებია რა, ეგეთი რეკლამა იქნება რა. ეს რა ხდება? ცალად რატო დამჭა? სადღაც დაგაკლდა. სადღაც მოიხია. აქ არის? სადღაც 1 ვოლტი მოიხია, აგერ არის. აქ არა, გიმოხმარე ხო? ო, დაი. ვიპოვე ძმო. დაურო გორის. ეხლა მივიყვანოთ ბოლომდე. ესეთი რაღაცეები, ესეთი საყურებელი, მე რო უყურებ ხოლმე არის მოსაბეზრებელი იმენა და ხშირად ბოლომდე არ უყურებ ხოლმე და ვახვევ ხოლმე ამ თიშავ ხოლმე და პირიქით ნერვებს აწმოვ. ორი კაცი რო გეუბნება უკვე მასავართ. ამის ყურება, ხინჩის ყურება და ეგეთების ნერვებს აწმოვებს. ეს შეიძლება შენც აწმარებს და მე რო უყურებ ხოლმე უმცირესობაში ხარ და ეს უნდა აჩქარო რა. აღარ გაგიკეთებთ მაგრამ ეს უნდა აჩქარდეს. მოგიწევთ სწავლა. სინცა აჩქარე ეგ ხო, იასნია. პედალ როგორი 6 ცილინდრია ძინაცატის მატული, ჰა? ესე იგი, სად არის ფურცელი? აგერ არის ფურცელი. ეხლა ვიწყებთ ამ თანმიმდევრობით მოჭერას. 20 ფუტ LBS-ი, ეხლა ჩვენ აი კაკრასის გჭირდება შენ იმას, ხო? აი უი რა წერია აქ? რა BMW Toyota S58. Toyota შადაა S58. მე რა ვიცი. Toyota B58 რა იგივე არ არის? მაშინ ხო, იგივეა? ანუ ეს იგივეა. ეხლა ჩვენ უნდა დავაყენოთ foot LBS-ი, აგერ საბედნიეროდ გვაქვს ეგ მონაცემები, აი
foot LB. ესე იგი ვიწყებთ 20 ფუთი LB-თი. დავაყენოთ 20-ზე. დავიწყოთ მოჭერა. თანმიმდევრობა არის შუიდან. თანმიმდევრობა არის აგერ ამ შემთხვევაში ამას ხმარობ ამ შემთხვევაში ეხა ეს არის ქარხნული ნიუტონები, როგორც უნდა მოეჭიროს 25 ნიუტონის 65 გრადუსი, 65 გრადუსი. ეგ ეხა აღარ გვაინტერესებს, მაგრამ თანმიმდევრობა გვაინტერესებს აუცილებლად. შუიდან ვიწყებთ მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. დავედით. და რატო ვაკეთებ? როგორა? რატო ვაკეთებ და სწორად რომ მოეჭიროს კალინვალი და არ დაიბრიცოს არასწორი მოჭერით. ეს რა გვაქვს აქ? ეს აღარ გვინდა. დავიწყეთ ARP-ს ინსტრუქციით ვოლტების მოჭერა. აი ციფრები მივიდა. всё, 20 LB. აი საკალიბრაცია. დაიწყო დაჭერა. მოუჭერეთ. აუცილებელია სწორი თანმიმდევრობით დაჭერა. მაგალითად N55-ებზე, N52-ებზე ბლოკი იხსნება შუაზე და შუაში დავს კალენვალი. ხშირად N55-ს და N52-ს სულ სწორად მოუჭირო, მაინც გახსნის დროს ბლოკი იბრიცება და კალენვალს რო ჩადებ და ბოლტებს დაუჭერ, კალენვალი იჭედება და აღარ ტრიალებს და მერე ჭირდება რაიბერის გატარება. მაგრამ რო არ დაიბრიცოს და ააწყო და არასწორად დაიწყო ბოლტების მოჭერა, არის შანსი რომ დაიბრიცოს არასწორი მოჭერის გამო და მაინც მერე რაიბერის გატარება დაგჭირდება. ამიტომ ყოველთვის მოუჭირეთ თანმიმდევრობა როგორც არის მანუალში. რაიბერი არის დიდი სვერლო, ანუ ააწყობენ ეს დაეჭირება და აქ დირკაში დიდი სვერლო გავა და გაჩარხავს იმ დაბრეცილ ადგილებს. დაიჭირებ რა? ძმა, ცეცხლი რო უკიდია? ძმა. ჰა? ხოდი შეტყვა ამას წავედი. ხო, აი ხა გაკეთე. ხორცი როგორია? აუ, მარილიან წყალის გაგჭირდება. კი, სასწრაფოდ. საბა, მიდი თორე დაწოვს. ბატონი გურამი იქ მწვადებზე გაერთო და 40 LB რო დაუჭირე, არისო? ეხა გადავედით მესამე ბოლო მოჭერაზე 60 LB-ზე. foot LB-ზე. ანუ აუხსენი რა. კიდე იმათ, ვისაც აინტერესებს, მაგრამ თან ვერ ვერგოვა. რა უხსნა? 20, 40, 60 ეს რა არის? ანუ სხვადასხვა ძალით რო უჭერ. სხვადასხვა ძალით უჭერო, დაიპრესოს, ნელ-ნელა დაიპრესოს. თან რო გადაუჭერ, ცოტა ხანი დააცადო, რომ ცოტა გაგრილდეს. დიდი ძალით რო უჭერ, ბოლტი ცხელდება, რბილდება და შეიძლება გაწყდეს და რო დაუჭერ, იქა თავის დაპრესვის თემა რა, რო დაიპრესება, მე კიდე თავიდან უნდა გადაუჭირო. ეხლა მე რო გადაუჭერ 60-ზე, ცოტა ხანი შეიძლება 60 აღარ იყოს და მე კიდე ოდნავ გადაჭერა დაჭერდება. ამიტომ უნდა გადაუჭირო თანმიმდევრობით. ესე იგი ეს არის X3M-ის ძრავი, S58 ძრავი, 3-დან 0 მოცულობის, ტურბინიანი და ვაკეთებთ ბევრ ცხენიზალაზე. ესე იგი გადაუჭერეთ ყველა და ისევ ვამოწმოთ ყოველთვის რომ ბოლტებს რო გადაუჭერთ, ყოველთვის შეამოწმეთ ხოლმე კალენვალი როგორ ტრიალებს და ტრიალის დროს რაღაც მომენტში შეიძლება თავისუფლად დატრიალდეს, შეიძლება რაღაც მომენტში გაიჭედოს. თუ ეგრე ტრიალებს, ესე იგი რაღაცა ოდნავ გაღუნულია კალენვალი ან რამე მაგდაგვარი და ეგრე აწყობა არ არის კარგი. ყოველთვის რო აწყობ თუ დატრიალებდეს ერთნაირი სიძლიერით რა. ესე უნდა სრიალებდეს სულ. კონფეტ. აქ ახლა მორჩით, ყველა ბოლტი კარგადაა გადაჭერილი, კალენვალი დაყენებულია, უნდა გადავატრიალოთ და ვიზრუნოთ უკვე პორშინებზე და კოლიცოებზე და თელ ამბებზე. ახლა აქ იწყება
ძალიან დიდი პროცედურა, რომელიც დიდ დროს წაიღებს. მაგალითად, გეტყვით ახლა. მაგალითად, ეს არის კოლიცოები, კოვანი პორშინის კოლიცოები, რომელიც უნდა ჩადო, გაზომო, ზაზორი. ეხლა ყოველთვის ეს კოლიცოები არის დიდი და ძალიან პატარა ზაზორი აქვს რა. ამ ზაზორზე ესე რო ავაწყო, დაიქოქება თუ არა, გაიჭება და ჩახაზავს, იმიტომ რომ პატარა ზაზორი აქვს. ეს ყველაფერი ამის ინსტრუქცია, მანუალი. აგერ არის, ეს არის პორშინები, რაც არის და აქ წერია რის მიხედვით აწყობ ძრავს, იმის მიხედვით წერია ზომები. მაგალითად, street high performance არის ეს ქუჩაში რო დადიხარ და არა ისე გაგიჟებული. მერე არის drag racing, road racing, ეს dragsters რო აწყობ და არის turbo, nitro და supercharger-ი. ჩვენი ამ შემთხვევაში არის მესამე turbo, nitro, supercharger-ი. ეს არის ზომები. აქ ზომა რა წერია? შეხედეთ bore x და ზომა. ეს არის ინჩები. bore ნიშნავს ცილინდრის დიამეტრი. რა ზომაა? ეგ ზომა უნდა გაამრავლო ამ 0.055-ზე, რომ მიიღო კოლიცოს ზაზორი. ეხა ეგ როგორ ითვლება? აქ არის ნაჩვენები ზუსტად როგორ უნდა ქნა. მაგალითად, ხო, ანუ კალკულატორი გინდა. აგერ მაგალითად 81 უნდა გაყო 24 ნახევარზე უდრის 3189 ინჩი. ეს არის ამერიკული სტანდარტი. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს 84-იანი დიამეტრი ცილინდრის, მე რომ მივიღებთ 3189 ინჩს, ეს უნდა გავამრავლოთ 0.005-ზე, ანუ უკვე აქ გადმოვდივართ ამ სქემაზე. ვამრავლებთ უკვე რახან ჩვენ turbo, nitro და supercharger-ი არის, ვამრავლებთ 0.55-ზე. რა ზომასაც მივიღებთ, ის ზომა უნდა დავაყენოთ კოლიცოს ზაზორი. მაგალითად, აგერ მაქვს უკვე გამოთვლილი, გაჩვენებთ მაგას. თავიდან რო დავიწყოთ მაგალითად თქვენც რო უყუროთ, მე უკვე გამოთვლილი მაქვს 84 მილიმეტრია ცილინდრის დიამეტრი. 84 უნდა გავყოთ 25 და 4-ზე. ეს გავყოთ 25 და 4-ზე. უდრის 3300 3.30 და 7 და რაღაც. ნუ ეს პატარა ეს ციფრები ამდენი აღარ გვინდა. ეს მივიღეთ 3 და 3. ეხა 3 და 3 უნდა გავამრავლოთ, ანუ ცილინდრის დიამეტრი ეს არის ინჩები, 3300 რაღაცა ინჩი. ეს უნდა გავამრავლოთ აი ამაზე. ეს ბორი რაც არის, ეს უკვე მივიღეთ ცილინდრის დიამეტრი 3307. უნდა გავამრავლოთ 0.055-ზე. ეს უნდა გავამრავლოთ 0.055-ზე. მივიღეთ 0.018 რაღაცა, ხო, 1000-ი. ეხლა ჩვენ რო გადავიყვანოთ ეს ინჩებში, არ მაქვს საზომი და მაქვს მილიმეტრებში. რო გადავიყვანოთ ეს ინჩები მილიმეტრებში, აქ მაქვს გამოყვანილი კალკულატორი. აი ეს ინჩი გამოდის 0.46 მილიმეტრი კოლიცოს ზაზორი. პირველ ცილინდში. პირველ ცილინდში უნდა იყოს ეგ ზაზორი, პირველი კოლიცო ბოდიში, ყველა ცილინდში ეგ ზაზორი უნდა იყოს. შემდეგი კოლიცო, მეორე კოლიცო უნდა იყოს 0.04 და 0.08 მეათედით დიდი, ვიდრე პირველი კოლიცო. ამასაც მე გადავამრავლო და მაგ ზაზორებზე უნდა დავსვათ კოლიცოები. ამიტომ ახლა უნდა დავიწყოთ კოლიცოების ხეხვა და ზაზორის გადიდება. ეს მართლაც რთული პროცედურაა. ეს ძალიან დიდი. ესაა ყველაზე მთავარი. ახლა აქ რო რაღაცა გამოზო, ჩათვალე ეს ამდენი 1000-იანი ძრავი აიღე და გადააგდე. ჩახაზავს დედას უტირებს ყველაფერს. ესე უნდა ჩავსვათ კოლიცო. ჩავწიოთ ცოტა დაბლა და გავზომოთ ზაზორი. რო იყოს იდეალური ზომა. ეხლა ესა მილიმეტრების შუპი არის, საზომი მილიმეტრების ზაზორების რა. ეხლა ვნახოთ აქ რა ზაზორი გვაქვს ჩვენ და რამ ხელაზე უნდა ავიდეთ. 0.015 შევიდა, ანუ ძალიან პატარა ზაზორი გვაქვს რა. ამაზე აწყობა ესე არ შეიძლება. 18 შევიდა. 20 გრუბად შევიდა. აი 23 მილიმეტრი გვაქვს ეხლა აქ ზაზორი. ამ ზაზორზე რო ავაწყოთ, არაფერი არ გამოვა. გამოვა გაფუჭებული მატორი.
ამიტომ უნდა გავზარდოთ კოლიცოს ზაზორი 0.56 მმ-ზე. ამიტომ ეს კოლიცო უნდა ჩამოვთვალოთ ოდნავ სიზუსტით, რომ ზაზორი გავადიდოთ. ამიტომ ეს დიდი პროცედურა არის. აბა კარგად ხოლმე. კარგად ზარდებოდით. ჭამოთ და მე დავიწყოთ კოლიცოს. საქმიდან არაფერი არ გამოვა, როგორც კიოში ხო იცი, მე კარგად იყავით. კარგად იყავით. ეხლა ჭამოთ და მე გავთვალოთ კოლიცოები. იმიტომ რომ შეაძალიან. თან ისეთი სურნელი შემოდის. არა, შენ ხშირად 3 საათია უკვე. მასკვიჩას რო უყარს ხოლმე ბუკეტი, აი მასკვიჩას ჯინაზე გავაკეთე მეც ბუკეტი. მასკვიჩ, მოდი, კაი მწვადი იწובה. მზად არის? გამოვუშვით. ავანთო ჩუქი. ცოტა ხნით. დავახა. ისე ვისი არა ისეც არა ხარ და ესეც არა ხარ. როგორ არა მე სუმაგრაფოა. აუ, ჩემი კაი რა. ბიჭო, მედი წეროვანში წვადები იწובה და შენ გარეშე არ ჩაევნის თან ვიდეოში გახსენა რა. მიდი რა, მიდი. თან აქ ისეთი მანქანა დგას ერთი რო. შევეცი შენ მაიბახს. ერთი მაიბახის დედაც მოთხან, ჩემი მაიბახი მან და რასოდეს არ იქნება. შენი მაიბახი მართალი ხარ, გეთანხმები. მიდი, ბიჭო, მიდი. კარგად შერავახარ. მასკვიჩა. მასკვიჩო! ეგე პატარა სულავა. ეს რომელია, იცი რო წააქციე, ხო იცი, ბავშვი რო გაგურავე მიწაზე. ეს უშავრა. იმის ძმა არის რა. აცოდე ბიჭო, დავამთავრო. ნუ გამახსენებ მაგას, მე გული მდგივა. კაი, მიდი, აღარ მოგასცენთ, მიდი იმუშავე. აი ხალხ, რო გინდოდათ მასკვიჩაზე ფულავას პოდკასტი, აგერ მინი პოდკასტი ჩაგიხსნა. მოხვალ ბიჭო. ეგ დაღლე მეგრეციან, რაღაცაზე უნდა დაწუნენ რა. მაგალითად რაღაცა. სულ ერთია, რაღაცაზე უნდა დაწუნენ. ერთი კოლიცოს ზაზორები, ერთი ცილინდრის ყველა კოლიცოს ზაზორები დავარეგულირეთ. ეხა პორშენში ჩავსვავ. ო, აი საინტერესო პროცედურა როგორი. აი რა არის კოლიცო და საჯდება და რა ფუნქცია, აი? ესაა პორშენი, ხო? და პორშენი ესაა, ბოლო არის გამწმენდი რა. პორშენი ვამოვა. ხო ზეთი ხომ ფუნქციებს ასასრულებს. ერთი კოლიცოა გამწმენდი, დანარჩენი კომპრესიის და ზეთის კოლიცო. მესამეა პროსტა ჩამწმენდი, რომ ის ზეთი დამებნა ენა. ჩაწმინდოს ცილინდრი, რომ ზეთი არ დატოვოს ცილინდრში. რაღაცას რო აი მთელი აზრით ვაკეთებ. ხო. ფიქრით რა. ხო. არ გამოგდის, ხო? არა, მე ლაპარაკი არ გამონძო, მთელი აზრი მაგ გადატანილი აქ და რაღაც შტერობებს ვიძახ ხოლმე ხანდახან. ეი, ჩემი ლამაზი გოგო, მოხვედი? ეს არის ემი ქვია ამას ძმაო. ეს არის ემი. იმის მომჩა უკან ლოგო რო გაქვს? არა, ემი რა, გოგოს სახელია ემი რა. აბა AMG-ს ხო არ დავარქმევდი? ემი რა, ორივე პონჩი არის რა. ემი და ჯეი. ეს მიყვარს ძალიან, ეს არის ჩემი სიყვარული. გინა განა როგორ ხავდება მოდიჭები? სახელმწიფო. კაროჩე მინი კუპერზე მაგრამ кайფობ. ნებისმიერ რაღაცა რაცაა შესაძლებელი ელემენტარული ცხვირი უნდა მოხსნა. ო. ცხვირი ყველაფერი ფარები რაღაცები და მოხსნა და მე უდგები ყველაფერს. ეგაა მინი კუპერი. მაგარი ყოფილა. მაგარია. მოკლედ ესე დავსბორე გალოვკა დავაფარე ჩვენი ოპერატორი აცდენს გაკვეთილებს და
მარტო მომიწია აწყობა, ისე რომ ეს გალოკა კლაპნები და რაღაცები ვერ გაჩვენეთ. მოკლედ ახლა შევიცვალა პრუჟინები, კლაპნის ანიკები, კლაპნები მოიხეხა. ტალკაწელები დავცალეთ, დატენილები იყო, იმიტომ რომ რასპედულებს ვაყენებ დიდს და როცა დიდ რასპედულს აყენებ და ტალკაწელს არ დაცლი, დაქოქვის დროს დაამტრევს ეგრევე ყველაფერს. აქ არის ეს არის ქარხნული რასპედვალი, ეს არის დიდ კუთხეებიანი, კულაჩოკებიანი უпростоრად რასპედვალი. აგერ შესადარებლად გაჩვენოთ, აი ეგ როგორი პატარა არის, აი ეგ რამსისქი არის. პლუს გრადუსები, კუთხეები ბევრად დიდია ვიდრე ქარხნული. ამიტომ როცა ვაყენებთ დიდ კულაჩოკებიან რასპედვალს, ტალკაწელები აუცილებლად უნდა დავცალოთ, რომ დაქოქვის დროს არ დაამტრიოს ყველაფერი. ამ რასპედვალსაც მოყვება თავისი დასასმასკი. აი ესეთი რაღაცა. უნდა წაუსვათ ამებში, დავაყენოთ რასპედვალი, რომ შრალზე არ იმუშაოს. შეიძლება ზეთითაც დასმასკოთ, მაგრამ ეს მოყვება და ეს უკეთესია. ესე იგი, ახლა აქ უნდა დავაყენოთ გამშვები რასპედვალი, რომელიც უკვე ეს თავისი დასასმასკი სითხე მოყვა, რომელიც უნდა წაუსვათ, რომ ისრიალოს რასპედვალმა სანამ ძრავი დაიქოქება და ზეთის წნევა ამოვა რასპედულებში. უკეთესია ესე დაისმასკო. შეიძლება ზეთიც წაუსვა, პრობლემა არ არის, მაგრამ ეს უკეთესი არის. ესე ჩავსვათ. რასპედვალი. ამას თავისი მეტკები აქვს. არასწორ მეტკაზე შეიძლება კლაპნები დაყვნოთ. ამიტომ მეტკის კლუჩის გარეშე ჯობია არ გააკეთოთ ეს საქმე. აი ეს არის ზედა მხარე. ბევრად დიდი რასპედვალია, ვიდრე ქარხნული, ბევრად წონაშიც ბევრად მძიმეა. უფრო დიდზე გააღებს და დაკეტავს კლაპნებს. ნახოთ რა გამოვა. ეხლა დავუჭიროთ აქ ზევიდან შეიკები, მერე შემშვები რასპედვალი. გამშვები რასპედვალი დავამონტაჟეთ, დავუჭირეთ ბუგელები, ყველაფერი კარგადაა. ეხლა უნდა დავაყენოთ შემშვები რასპედვალი. გავხსნათ. ეს არის შემშვები რასპედვალი. ეს არის სხვაობა შემშვებში, ეს წონაშიც ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს. პლუს ამასაც კულაჩოკები და რაღაცეები უფრო დიდი აქვს, ვიდრე ძველს. აი აქ არის ამთვრელი სენსორი, რომელიც უნდა გადავიტანოთ ახალ რასპედვალზე. ამთვრელი სენსორიც გადმოვიტანეთ ამ რასპედვალზე. ეხლა უნდა დავამონტაჟოთ. სანამ დავამონტაჟებთ, უნდა დავსმასკოთ. ჩავსვათ. როგორი ძნელია. მარტო რო ვარ და თან ვიდეოს რო ვიღებ და თან მატორს ვაწყობ. მოღალატე გადამღები მყავს. მიმატოვა. დამტოვა მარტო. ამას ახლა ზევიდანაც უნდა წაუსვათ თავის მასკა, რომ შრალზე არ დატრიალდეს. რასპედვალი სანამ ზეთი შეივსება, შეიკას, ანუ რასპედვლის სამაგს აწერია თავისი ნომრები. მაგ ნომერაციით უნდა დააყენო, რომ ყველა თავის ადგილზე დაჯდეს. რო აურიო, შეიძლება სხვანაირად ნამუშევარი იყოს და დახაზოს რასპედვალი. ეს არის მესამე. შემთხვევაში თან აქ ის არის აქ რა, როგორ უნდა დააყენო, რომ უკუღმა არ დააყენო. დავაყენოთ მესამე.
ხოთ ბოლტები. ეს არის მეორე. მეორეც ჩავსვით. ბოლტებიც გავუყაროთ. ეს არის მეხუთე. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. კარი მეხუთე. ეს არის მეოთხე. დღეს არის 18 სექტემბერი. 10 დღეში არის დრაგი. და მოტორი ჯერ აგერ გვაქვს. აპკატკა გასავლელია, ასაწყობია, ჩასადებია, დასაქოქია. აპკატკა გასავლელი აქვს. მერე აპკატკას რო გაივლის ნასტროიკა გასაკეთებელია. მე ვგრძნობ უძილო ღამეები მელის წინ 28 სექტემბრამდე. მაგრამ მაინც მივიყვანთ ამ მანქანას ბოლომდე. მოკლედ ჩავსვით რასპედლები. ახლა დავაყენოთ ვანუსები, მეტკები გავასწოროთ და დავაფაროთ ხუფი. მაგრამ ხუფშიც სანამ ხუფს დავაფარებთ, იქაც გადასაკეთებელი გვაქვს რაღაცეების დიაფრაგმა უნდა გავაუქმოთ და მაგის გადასაკეთებელი კიტიც გვაქვს ნაყიდი. ამიტომ წინ კიდე ბევრი დრო გვაქვს საწვალებლად. აქ ამ საიტიდან არის ყველაფერი გამოწერილი და მოყვა ბევრი რაღაცა, სტიკერები, რაღაცეები. აქ არის ყველაფერი დეტალურად აღწერილი. რასპედლის ზომები, შატუნის ზომები, პორშინის ზომები და ასე შემდეგ. წაგეჯიგარო? ჰა? აი, ხედა, აი, აღარ გაფასებენ და აქტიურ სპორტს რო ჩამოცილდი. ჯიმ გამიშვა. შენ არა მარტო შენ. ხალხის 98%. დაგიმახსოვრე ჯიჯი. ჯიმ გამიშვა ერთ ადგილზე. კი დაგაფარე. ეხლა გადავიღოთ ვიდეო ამ მაგიდას როგორ ეტყარაკი. ესე იგი და ამგვარად რა ხდება და მოტორი დავსბორეთ, ეხლა კარობკა უნდა დავშალოთ, ჩავალაგოთ ძლიერი ნაწილები, კარობკის ფრიქციონები. აქ არის ყველაფერი, სალმიკები, პრაკლატკები, კბილანები, რავი, ყველაფერი გვაქვს. უნდა ჩავალაგოთ, რომ ბევრ ცხენის ძალას გაუძლოს კარობკამ და არ დააბუქსაოს. დღეს არის 21 და არის კვირა დღე, ესე იგი სამშაბათს ჩამოგვივა გიდრომუფტა, სპორტული გიდრომუფტა, რომელიც დაილანჩება მაღალი აბორუდიდან და არ დაბუქსავდება და წავა. ამაზე გვეყენა ბატონმა გიგამ, ჩვენმა გიგამ ჟორჟოლიანმა ქუთაისში ბიჭებს გააკეთებინა გიდრომუფტა, რომელიც ილანჩებოდა მაღალი აბორუდიდან და იდეალურად მუშაობდა სამაგისოდ. მაგრამ პატრონს უნდოდა მაინც რაღაცა სხვა გიდრომუფტა. დარწმუნებული იგივენაირად იმუშავებს, მაგრამ სახელი ერქმევა, რომ რაღაცა სპორტული გიდრომუფტა, ბრენდირებული, მაგრამ ქუთაისური გაკეთებული იდეალურად მუშაობდა 1000 ცხენზე. იძვრებოდა, ილანჩებოდა 4000 აბოროტიდან და იდეალურად ეჭიდებოდა სეპლენიები ისე, რომ არ ბუქსაობდა. მე მაინც დავტოვებდი მაგ გიდრომუფტას, მაგრამ პატრონმა გადაწყვიტა, რომ რაღაცა ბრენდირებული გიდრომუფტა ეყიდა. ერთხელ იყიდა, არ ივარგა, დავაბრუნეთ უკან. ეხლა მეორედ იყიდა. ამიტომ ნახოთ რა გამოგვივა. და მოვასწრებთ თუ არა. ზუსტად ერთ კვირაშია დრაგი. შაბათს ალბათ იქნება კვალიფიკაცია.
კვირა შეჯიბრი. მატური აგერ გვაქვს. ხვალ ალბათ შევდგავთ. კარობკას ახლა დღესვე ვიჩალიჩებ ყველაფერს რომ წესით დრო არ გაგვეწელოს. ხვალ შევდგავ და ზეგ ალბათ დავქოქავთ. ზეგ რო დავქოქავთ, რა გვჩება? 4 დღე გვჩება აპკატკისთვის და ნასტროიკისთვის. სხვა გზა არ არის და მოვას. კიდე მანდ რაღაცა თუ გამოხტება, რაღაცა გამაზავს ის, მანდ კიდე სხვა რაღაცებია. როგორც ვიცი, ან პარასკევს, ან შაბათ დღეს ჩამოდის დიდი ტურბოები, კიდე უფრო დიდი ტურბოები. აი მაგაზე რა იქნება არ ვიცი. ეხა ნასტროიკას რო გავაკეთებთ ამ ტურბოებზე, მერე, რავი, ახალ ტურბოზე როგორ მოვასწრებთ ნასტროიკას, ეგ აღარ ვიცი. ამიტომ რაღაცა ძალიან მძიმე კვირა გველის წინ. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და გავასწორებთ ყველაფერს და მოვასწრებთ დრაგზე სათანადო ფორმაში წარდგენას. ხა გადავდივართ კარობკის გაძლიერებას, კი ბატონო. ესე იგი, ჩვენი ძრავი ავაწყეთ. ეხა ვსბორავთ წვრილმან რაღაცებს, შლანგებს, ტრუბკებს, რაღაცებს, რომ გავამზადოთ და შევდგათ. მანამდე კარობკას მოვხოდავ, გავაძლიერებთ, შევცვლით შიდა დეტალებს. აქ არის ძრავი, S58 ყველაფერი კოვკა არის. ყველაფერი გაძლიერებულია. გილზებიც, პორშინებიც, შატუნებიც, კლადიშებიც, რასპედულებიც, ზეთის ნასოსიც, ყველაფერი შევცვალ. შემდეგში ეხა კარობკას რო გავაძლიერებთ, შემდეგი გაძლიერების თემა არის უკანა ხიდი და კარდანი. ეგეც შეკვეთილია და უბრალოდ ჯერ ვერ ასწრებს ჩამოსვლას. აი ხა გაძლევს ესე? უნდა გაძლოს. უნდა გაგვიწევს. კარდანის სტოკია. კარდანის სტოკია, ხიდის სტოკია, წინა ხიდის სტოკია, ეს წინა ხიდიც, უკანა ხიდიც და კარდანიც შეკვეთილი არის. ჯერ ეხლა ეს არ ჩამოვა, მაგრამ მერე ჩამოვა. ძრავის აწყობას რაც შეეხება, რაღაცა მიზეზების გამო ვერ გადავიღეთ ბოლომდე, დავიწყეთ გადაღება, მაგრამ მერე გალოკის რაღაცები გადაღებული. ხო, ნუ გალოკის დაფარება და ეგეთ წვრილმანი რაღაცები ვერ გადავიღე, რასპედულებზე კი მაქვს ვიდეო გადაღებული და კი ნახავდით. დანარჩენი აგერ არის მთლიანად აწყობილი ძრავი. ეხა ნელ-ნელა ვსბორავთ შლანგებს, ტრუბკებს, რაღაცეებს, რომ გავამზადოთ შესაძგმელად. მანამდე მე კარობკა ეს ვაჟკაცი ჩვენი ძმა და მეგობარი უნდა გავაძლიერო, რომ ძრავიდან გამოშვებული ძალა ამან გაატაროს საბურავებზე. ამან თუ ვერ გაატარა საბურავებზე, ეს დააბუქსავებს და გინდა ქონია ის 1000 რაღაც ხენძალა, გინდა არა. ამიტომ ამან არ უნდა გვიღალატოს. არც ამან არ უნდა გვიღალატოს. ეს რომ გამოუშვებს მუსკულებს, ძალას, ამან უნდა გააკეთოს თავის საქმე. ამიტომ ეს ჩვენი ძმაკაცია რა. დღეიდან ეს არის ჩემი ძმაკაცი. ძმაკაცები კიდე არ გვღალატობენ რა. ხო ვარ ძმები, ვართო, всё. არ გვიღალატებს. CTS-ის ტურბოები აყენია. ეს არის ერთი, ეს არის მეორე. ეხლა აყენია CTS-ის ტურბოები 900 ცხენის, აგერა წერია, აი, CTS. 950-იანი იყო ეს თუ სწორად მახსოვს და უფრო დიდი ტურბოები გვაქვს შეკვეთილი, რომელიც ჩამოვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს და კვირას დრაგი არის. მაგარ პრობლემებში ვართ სამაგისტროდ. იქ რამე პარკი დავაფინოთ მაინც რა, იმიტომ რომ ბევრი ზეთი გადმოვა მაინც რა. ვინმე ჩამიხსენით რემენი რა. კარგა გიგურდეს. ოპა! ეს არის იყო 3 დღე წელი რომ მტკიოდა. დადი. კაია, დავაი წავიდა.
ესე იგი, ეს არის ძველი კაროკის ვაიმეზეთ დავახცი. ფილტრი. და აი რამდენი სტრუშკა აქვს. აბა. აი რამდენი სტრუშკა აქვს. აქ. კი. დავუწევი შუქზე ანახე. ბევრი აქვს. ამიტომ სტანდარტი კაროკაც მაგდენ ცხენს მაინც ვერ უძლებს. რის ვაი ვაბლახით. ო, იმიტომ რომ ნაფლეთი აქვს, ნახეხი აქვს, ბევრი რაღაც. ამიტომ უნდა გავაძლიეროთ კაროკა, მე რომ მსგავსი რაღაცა პრობლემა არ ქონდეს. ეხლა ამდენი სტრუშკა რო არის, ეს კაროკა სულად დასშრელი და ყველა კანალი და ყველა ფერი გასარეცხი, გასაწმენდი და კარგად სანახავია, რომ მერე პრობლემა არ შეგვექმნას. ამიტომ დაგვემატა ბევრი პრობლემა. არ ვაკეთებ მე კაროკას, უბრალოდ ამ შემთხვევაში ესე არის. ბატონო დავით. ყველამეს კი არა კეთდი. ბატონო დავით. აი დიდ ბოლტებს ხედავ? აი დიდ ბოლტები მოუშვი. მაგ გამოც. საგადამყვანი სამნიკი NASOS-დან მექატრონიკსი. ნუ მეკითხები რაღაცებს, კაროკის ხელოსანი არა ვარ მე და არ ვიცი არაფერი. არა, აჭკები ვითხოვ რა. მე პროსტა ვშლი ხო, ნუ ამის ეგარი რა. მე პროსტა 6 HP-ზე 8 აჭკებს ეძახიან, ხო იცი? მე პროსტა ვშლი ვარ. შო, ეხა ეს გადავ. ბაზარი არაა. ეს გადმოვაწერო, დავდოთ ცხვირით აქეთ და გამოვიღოთ წინა მხარე. შენ 4 HP ნანახი გაქვს? არა. იმ ძველი მე-6 სერიაზე. არა. ჩვენ რაც მთავარია, არ გვიჩვენებია ჩამდნარი პორშინები. ხო. აი, მაგალითად. მანქანის მომზადებით-თან. აი, ერთი პორშინი. თავი განახე. მას ფოკუსი გასწოროს. თუ და ესე, ხო. როგორი ჩამდნარი. აი, ეს კი მთლიანია, მაგრამ აი გვერდები ნახე აქ როგორი დამდნარი აქვს უკვე ეს კოლიცო გაჭედილია. აი, როგორი ფორმა აქვს შეცვლილი. ანუ ეს ის პორშინებია დრაგზე რამაც სააპერებოა რა. კი, აი ეს პორშინიც აი აქაც ნახე, როგორი ფორმა აქვს შეცვლილი. ხო. აქაც კოლიცოები გაჭედილია, აი. დამდნარია ესეც. აი, როგორი უნდა იყოს. ეგეთი უნდა იყოს? ხო. ამას არ ჭირს არაფერი და აქ უკვე აი გვერდიდან ნახე. ხო. აი, გვერდები და ამას ნახე როგორი გვერდი აქვს. ეს კაი პორშინია. ამიტომ 4 პორშინი დავადნეთ. ერთი ჩავხრიტეთ. არა ძმა, გამლათები. დანარჩენი დავადნით. ეხა უნდა მოვხსნათ. აქ არის NASOS-ი. ეს უნდა გამოვიღოთ. NASOS-ი გამოვიღოთ და კბილანები ყველაფერი ვნახოთ. ფრიქციონები, პაკეტები გამოვიღოთ და ვნახოთ ყველაფერი რა ხდება შიგნით. მერე გვაქვს ყველაფერი აგერ სანლიკები, პრაკლატკები, რაღაცები. მთავარი ეხა ის სტრუშკა NASOS-ში არ იყოს ნამყოფი და NASOS-ი არ იყოს დახაზული. NASOS-ი თუ დახაზულია და გვერხა. დღეს არის 21 სექტემბერი, ხო? კი ძმა. და ისე ცივა წეროვანში, რომ ფეჩი გვაქვს ანთებული. აი, რაც თავარია, გარემოს უფრთხილდებით და შეშის ფეჩი გვაქვს. არანაირი გაზი, არანაირი რამე ბანდის აწვავი. შეშა. ამიტომ შეშა თუ გაქვთ ვინმეს, გამოუშვით. ესე დამოკიდე გამოკაჩო. კომ, იქიდან მიაწვევი და გამოხდება ეგრევე. მე შენ მოგიყვები ერთ ისტორიას ბატონ დავით ლობჟანიძეზე, კაროკის უმაგრესი ხელოსანი რო არის რა. ყავს E36 M3 3-დან 2 ევროპული 286 ცხენიზალიანი. მატორი გავაფუჭე, ავაწყე და ვანუსები ვერ გავასწორე. არ მახსოვს მაშინ ვინ ააწყო, რა ააწყო, კაროჩე ვანუსების პრობლემა მქონდა. თუ დათოსთან მოკლედ რა, ვანუ დათოსთან ვარ, მაშინ ოპელის ცენტრში მუშაობდა დიღმის ტრასაზე, ერთი ალბათ 18 წლის წინ და დათოსთან ვიყავი ლაპარაკობდი და მეო ვიციო მაგის ვანუსების გასწორებაო. ვა, მეთქი ეს საიდან კაროკის ხელოსანი M3-ის ვანუსები და
მომიყვანეო და მიუყვანე მაგარი ფეჩი ქონდა ეს კრიშკები რაღაცები შედო 18 წლის მინიმუმ 18 წლის ამბავს ვიძახი რა შედო ამ ფეჩი ისეთი გაკრიალებული ნაწილები გამომიტანა მეთქი მთლიანი მანქანა შევაგდოთ გავარეცხოთ და ბატონმა დავითმა ვანუსები გამისწორა M3-ზე დავქოქე და წამოვედი დიდი მადლობა ბატონო დავით ესეც გამოვიღეთ ნასოსი. გური პრუჟინები აქვს ნახე რომ დაპრესოს. ესე ამოვშალეთ კარობკა და ეხა უნდა დავაკომპლექტოთ ძაღლები ვთხილად. უნდა დავაკომპლექტოთ ყველაფერი, ესენი უნდა შეიცვალოს. ახალი პრისეპლენიები უნდა ჩავდოთ. მაგალითად ამის სეპლენიები ეს არის. ესენი უნდა ჩავდოთ ამის მაგივრად. პრობლემა არის რამე? პრობლემა ის არის, რომ დრო უნდა ამ ყველაფერს. ერთი კვირა გვაქვს დარჩენილი, მოტორი ეგერ დაბლა გვიდევს, კარობკა ეგერ დაშლილი გვაქვს, აპკატკა გასავლელია. დარჩენილი იტყუები. 6 დღე. 4 დღე ნახევარია რეალურად. ბათ ზოღის კვირა. მაშინებ დაგონებებ. დღეს კვირა მორჩა უკვე მე საათი. 11 საათი. ორშაბათ, სამშაბათ, ოთხშაბათ, ხუთშაბათ, პარასკევი. შაბათს კვალიფიკაცია. შაბათს კვალიფიკაცია რანაირად აქ ერთი კვირა არ დაგჭა. აქ 4 დღე ნახევარი. ამიტომ კამერა გავჩვო და მივხედოთ საქმეს. კარგად ზანდებოდეთ. აი, ედა. ჰოპ. ჰოპ. ნახე მე პუპუ. რეალურად ხა მე გეტყვით ხალხო. როგორც ეს კოლოფი რო დაიშალა და ხა ახალ კაი ნაწლებზე უნდა აეწყოს. არ არის მარტივი რა. წამოჩავებდნენ თუხრაში. ხო და მოკლედ რთული სად გავიყოლო? ხო, რთული პროცედურაა მოკლედ და ამიტომ ადრე რო იყო რა Discovery-ზე და National Geographic-ზე რუსული თარგმნით რო გადიოდა, ხო იცი? ლომი უყურებს რაღაცას იმას პოტენციურ ნადალს ხო ხვდები? აგრე უყურებს სულავ ახე კარობკას. აი ამაში ყრია სტრუშკა მოშნათ რა. აი აქ. ბიჭო ნახე ჩემ. ნახე. ოპა მიკროფონს ხوار გაიგეთ. სტრუშკა კი არა მანდ ძმაო რავი რა ხდება. ტალახია? არა სტრუშკაც არის გაცვი. სტრუშკა კი ხო და არა ვის რა. სტრუშკა ტალახის დონის მეთქი რა. მაგას უკვე სერიოზული წვეთა არის მანდ რაღაც. და რისი არის? დავიჯერო მისი ცეპლენი. ბიჭო კაროკა ხო კარგად მუშაობდა, აპერებოებდა. მაგრამ მაინც ანუ თვითონ აქ, მაგრამ არაფერს არ პრობლემა არ ქონდა რა, ასე ვთქვათ. ნახე. დამწორია. და ამას შეხედე ფორმა რო შეცვლია. ხო. ვაფშე აღარა. შეიძლება მაგისიც იყოს კი სტრუშკა. აი, დაბუქსავებული. ვერ შეცვლილი. აილა დამწორი. არა, საერთოდ არ დაულანჩია ბევრჯერ. აზე ხარ ლანჩი როგორ დედასტირობს მანქანას. სიცქარისააგიო. ეს ყველაფერი სიჩქარები არის, მოდებაში თავარი მომენტალურად პაკეტი. მოყავს და სიჩქარები დაბლა. ყველაფერი მოდებაში მომენტალურად მოყავს და ხო. თან დიდძალად. ჯამში ჩამისხი ხარ ამ ჯამ. ნე, ჩემი ცუგოები. ცუგოები. ამას შეხედეთ როგორ გდია ბეჭებზე. ჯეი. რა შვები ჯეი? რანაირად გდიხარ გოგო? ადექი. ცუგოებო. როგორ ანათებს. აი ეს არის ყველას мама. აქ ვისაც ხედავთ, თითქმის ყველას мама ეს არის. ჯეკო. ეს არის ემი. ეს არის დედა. ორი გზის დედა არის და ერთი გზის ბებია. ეს ალპინას მე-7 სერიას დავასრულეთ.
ისე დავასრულე ყველაფერი რომ ერთი ვიდეო არ გადამიღია და შევეცდები გავატარო და ისე გადავიღოთ მონაცემები როგორ დადის, რანაირად დადის და რა შეუძლია. ესეც ჩვენი ძველი მე-6 სერია. საცოდაობაა რომ ამ მანქანას არ უწევს 1 წელი ნომრის აღება. განბაჟება შეიძლება, მაგრამ ნომერს არ მოგცემენ. 86-ის მე-12 თვეშია გამოსული. 41 წლის უნდა იყოს ეს მანქანა, რომ ნომერი მოგცენ, რომ ვიაროთ ამ მანქანით და ძალიან ცუდია. მე ვიცოდი 40 წლის უნდა ყოფილიყო, ჩამოვიყვანე სპეციალურად სამაგისოდ 86-იანი, რომ ვიცოდი ამ წლის ბოლოს 40 წლის გახდებოდა მანქანა და მოუწევდა ნომერი, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, თურმე 51 წლის უნდა იყოს მანქანა და სამწუხაროდ 1 წელი იდგება ესე და რა მოუვა ამ 1 წელიწადში არავინ არ იცის. ეგერ არის L6 მოდელი არის. იმედია რამე შეცვლიან, რომ ესეთმა კარგმა მანქანებმა იარონ. თუ არა და უნდა იდგეს 1 წელი ისე რომ გამბაჟდება ორ მაგფაში 9000 რაღაცა ლარი უწევს ამის გამბაჟებას. გამბაჟდება და იდგება 1 წელი ისე რომ ნომერს არ მოგცემენ. აი ეს ის კაცია რა, მეგობრებო, Rolls-Royce-ებს რო აკეთებს, 1000 ხენიზრალიან პროექტებს, კოვკაძრავებს რო აწყობს. ეს რა ვიდეოს იღებ? აუ, შენ ვიდეოსთვის. მაშინ დღეს რომელი საათია? 12-ის 18 წუთია სადღაც არის 22 რიცხვია. სამშაბათი ღამდება, ცოტა ხანში 4 შაბათი დაიწყება და ჯერ მანქანა კიდე აუწყობელია. დაუქოქავია. ცოტა დარჩა, მართალია, მაგრამ რომ დავქოქავთ, ყველაფერი თუ კარგად იქნება. მერე აპკატკავდა ვიარო 2000 კილომეტრი. და მერე უნდა დავანასტროიკო და ნეტა როდის ასწრებ? როდის ვასწრებ ამ ყველაფერს. მომიწევს ბევრჯერ ბათუმში ჩასვლა ჩამოსვლა. ჩვენ გვინდა ერთი ცდა ჩავატაროთ. არ ვიცი რამდენად სწორი არის. ჩამოვიტანე თემუდან ჰაერის ხარისხის გამზომი. და აჩვენებს რაღაცებს, ეს ჯერ ვერ გავარკვიე, ეს ქვედა ორი რა არის, ზედა გავარკვიე რომ CO არის, აქ არის ტემპერატურა, ეს ტენიანობა და ანუ ეს შკალა არის კარგია თუ ცუდია რა, საერთო ჯამში ყველაფერს ერთად კრავს და აჩვენებს, რომ მწვანე კარგი არის. და მინდა ეხა მანქანა დავქოქო, ეს ახლოს მივუტანო მაყურსთან და რას იზავს. იმიტომ რომ დღეს რომ მოვდიოდი სამსახურისკენ მანქანაში მედო ეს მოწყობილობა, გვერდზე გრუზავი კი მომიდგა, სადაც მაყუჩი ქონდა ჩემ ხარეს და ამან დაიწყო წივილ-კივილი, გააწითლა, გადაიწვა ისეთ ხმებს გამოცემდა რა, ის სუნი რომ შემოვიდა მაყუჩის და ეხა მაინტერესებს რეალურად მანქანას დავქოქავ და რა მოხდება. ეგე წავიდა წითელში. უი 3682. ესე იგი მუშაობს რეალურად. ო, მუშაობს. ეხლა მე აქ ხმა მაქვს გამორთული. რო არ იყვიროს. აი ჩავრთე. შო. აბა აი გაჩერდი. აბა ეხლა ესე გამოვიტანოთ და თუ დაიწევს. გამოვიდა ნელ-ნელა დაბლა. აშკარად რაღაცას მუშაობს, რამდენად სწორია და მართებულია არ ვიცი. თუ ვინმე ერკვევით ამ სისტემაში, დაგვიწერეთ კომენტარებში ეს დანარჩენი რას ნიშნავს. და ისევ ჩამოვიდა ნოლებს. შევატყვი ის შემცველობას და რაღაცა ზომავს ჰაერში? არ ვიცი, აზია რა.
ჟირობით მაინც არ მოწონს, ხო? ვითელია. ხო. ენელა ეს ჩამოვა და ისიც დაბლა ჩამოვა. მაგალითად დღეს დიდუბეში ვცხოვრობ წერეთელზე. სახლიდან რომ გამოვიტანე, ესე 400 რაღაცა ეწერა სახში რა. როგორც კი ჩავჯექი მანქანაში და დავძერდა მთელი წერეთელი გამოვიტანე, სულ წითელზე იყო და სულ ყვიროდა. წერეთელზე, მთლიან წერეთელზე. დიღმის ტრასაზე რომ გამოვედი, ჩამოვიდა მწვანეზე და დიღომში მე შუქშანთან რომ გავჩერდი და გრუზავიკმა მომიყენა გვერდზე, ისევ გადავარდა წითელში. და ყვიროდა ბოლო ხმაზე და ალბათ რაღაცას ზომავს, მაინც სწორად. მაგრამ წერეთელი სულ ყვირილ-წვილით გამოვიარე. დაგვიწერეთ აბა კომენტარებში ეს რა არის და დანარჩენი რას ნიშნავს. დანარჩენი ციფრები. ეს კიდე ერთი M6 რო შეემატა იაპონური მანქანა რო ქვეყანას შეემატა და აი პროსტა ეხა შეხედე რა. კანონთან დაკავშირებით რა 111.000 კილომეტრი აქვს გავლილი. იაპონიიდან ჩამოყვანილი M6 არის 10 ცილინდრიანი. სრულიად ქარხნული. რა არ მოგეწონა აი, ყვირილი დაიწყო. სრულიად ქარხნული მანქანაა. იდეალურ მდგომარეობაშია. ყველანაირ ტესტირებას რო გაივლის. და ამის გამბაჟება შეგვიძლია, მაგრამ რეგისტრაცია არ შეგვიძლია, ნომერს არ მოგცემენ და უდა იდგეს გარაჟში ეს მანქანა და. აი სადაური კანონია. ხო, ნუ სადაური კანონია, სადაური წესია, აი რა ვიცი რა, აღარ ვიცი რა ვთქვა. მე ძალიან მოწინააღმდეგე ვარ მაგ კანონის და იქნებ ვიღაცამ რაღაცა შეცვალოს, რომ ესეთი მანქანები მაინც რაღაცა გამბაჟდეს და გამბაჟდეს რა, რეგისტრაცია გაუკეთდეს, რომ ადამიანმა იაროს. ისედაც ძვირი ღირს ეს მანქანები, ისედაც ამის გამბაჟება ძვირი ღირს, ვიღაცა ესეთ მანქანას არ ჩამოიყვანს რაღაცა განადგურებულს და გაფუჭებულს, იმიტომ რომ ყველგან ძვირი ღირს ეს მანქანა და მოგვეცით საშუალება რაღაცა რაც გვიყვარს და გვიხარია, იმითი ჩამოვიყვანოთ, გადავიხადოთ მეტი და ვიაროთ. სტეხავს რა. იდეალური მანქანა ჩამოდის და უდა დავალპოთ გარაჟში. ცუდია. კიდევ ერთი მანქანა, აგერ S65-ის ალპინა, რომელიც არის სპეც ვერსია, არა ქარხნული, ანუ ქარხნიდან გამოდის, შედის ალპინას ქარხანაში და თლიანად გადაკეთება მიმდინარეობს ამ მანქანის. ეს მანქანა არის სავარაუდოდ 2007-იანი მოდელია. ჩვეულებრივ მე-7 სერიასთან შედარებით ეს მანქანა ორჯერ მეტი ღირს, ან სამჯერ მეტი ღირს, სულ სხვა მოდელია. დეფიციტურია, ბევრი არ იყიდება, ძალიან ძნელი საშოვნელია. მაგრამ ესეც რო გინდოდეს ჩამოყვანა, ჩამოიყვან, მაგრამ განაბაჟებ, მაგრამ ნომერს არ მოგცემენ. ვერიული, გარაჟში და გეყენოს. ესეც რო ჩამოიყვანო და განაბაჟო, გამბაჟება 3-4 წლის წინ ღირდა უფრო ნაკლები, ვიდრე ეხლა. ეხლა ამის გამბაჟება მინიმუმ 3ჯერ არის გაზრდილი. მით უმეტეს დღევანდელი ტარიფით სადღაც მიახლოებით $5,000 ჯდება ამის გამბაჟება. მაღაზიაც თანახმოვართ. რო იძახიან რომ შევესწარი, წავიკითხე რაღაც კომენტარები, რომ ეკანონი რომ შეცვალონო, ჩამოიყვანენ $200 და $300 მანქანებს და ჯართებით გაავსებენო. მოდი დავითვალოთ. თქვათ ვიყიდე ამერიკაში $200-ად, $300-ად რაღაცა Opel-ი, Mercedes-ი, BMW, განადგურებული მანქანა ვიყიდე. აზრი არ აქვს რა ბრენდი იქნება. არ გამოვიყიდები არც ერთ ბრენდს. ყველას ერთად მოვიხსენებ. გინდა BMW იყოს, გინდა Mercedes იყოს, Opel-ი და ასე შემდეგ, Audi, ნებისმიერი განადგურებული მანქანა ვიყიდე $200-ად. კი ბატონო, იქ აუქციონის დანამატი. ჩამოყვანა 1500-დან $2200-მდე ხო უნდა. მინიმუმ. იმის გასამაგებული გამბაჟება. 2000-დან $3000-მდე, ნუ ან მეტი რა ძრავი აქვს იმის მიხედვით. $6000 უკვე მიზის $200-იანი მანქანა და აი რომელი ჭკვიანი ჩამოიყვანს $200-იან მანქანას, რომ აქ უკვე 7000 დაუждდეს. არავინ არ ჩამოიყვანს ეგეთ განადგურებულ მანქანას. თუ ვინმე ჩამოიყვანს იდეალურ მანქანას, რომ სურვილი აქვს, რომ ყავდეს ხარისხიანი ძველი მანქანა.
ხო და რავი, ეგ კანონი რავი, რისთვის არის, არ ვიცი. რაც შეეხება გერმანიიდან შემოყრიან ოპელებს, ეგეთი რაღაცაც წავიკითხე. გერმანიაშიც კარგი მანქანა და ხარისხიანი მანქანა, რომელიც განადგურებული არ არის, იქაც მაგრა გაძვირდა. თუ არ გჯერათ, შედით მობაილ-დეზე და ჩაწერეთ ძველი ოპელები. კაი მდგომარეობაში, რომელიც არის ტექდათვალიერებას გერმანიაში, რომელიც გადის და საბუთი აქვს, ვერცერთ მანქანას ვერ ნახავთ 100 და 200 ევროთ. იქაც გაძვირებულია და არავინ არ გადაიხდის განადგურებულ მანქანაში მაგხელა ფას. იმ არგუმენტს, რომელიც იყო ნათქვამი, რომ ქვეყანა გაივსება ჯართებით, რავი, ეგ უაზრობა არის, იმიტომ რომ ჯარში იმხელა ფულს არავინ არ გადაიხდის, რომ აქ 6 და 7000 დოლარი დაუждდეს 200 დოლარიანი მანქანა. იმდენად არის გაძვირებული გამბაჟების ტარიფი, რომ 100 დოლარიანი მანქანა შეიძლება დაგიჟდეს აქ 5000 დოლარი და ვინც 100 დოლარს იხდის მანქანაში, ის ამხელა თანხას გამბაჟებას და ტრანსპორტირებას არ გადაიხდის. ის თუ იხდის მაგხელა თანხას, იმას უღირს კარგი მანქანა იყიდოს, ჩამოიყვანოს და განაბაჟოს. რომელიც აქ მინიმუმ 10-ზე მეტი დაждდება, 10-15000 დოლარი დაждდება. დანარჩენი თქვენ გადაწყვეტეთ და თქვენ მოიფიქრეთ ეს კანონი რასთან არის დაკავშირებული. BMW, not BMW. Bayerischen Motorenwerke. მე მაგალითად BMW-ს დიდი მოყვარული ვარ. და მინდა თამამად თქვა, რომ BMW არის ნარკოტიკი. იმიტომ რომ იცი რომ პრობლემურია რაღაც მხრივ, რაღაცები უფუჭდება, სახელოსნოში ატარებ დიდ დროს, მაგრამ მაინც გიყვარს და მაინც გაქვს სურვილი, რომ იყიდო და BMW მართო. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის ჩემი ნარკოტიკი. წამალს მე არ ვიკეთებ. სასმელს მიაქვს. არაფრით არ ვკაიფობ მოსაწევით და რაღაც ჯანდაბებით და რაღაცის бенზინს რო ურევენ და იკეთებენ და რაღაცებს, აი ხო ვაფშე ზედმეტია რა. მაგრამ ეს არის ნარკოტიკი. ღამის 3 საკლიათ 15 წუთი. და მე აქ ბედნიერად ვასხავ ანტიფრიზს. ანტიყინვას. ქართულად როგორ არის ანტიფრიზი? ხო და ესე ბედნიერად ვარ აქ. და კიდე ბევრი საათი ვიქნები აქ, იმიტომ რომ დავქუქოთ. ამიტომ ეს არის ჩემი ნარკოტიკი. მე ვარ ნარკომანი ოღონდ მანქანის მხრივ. BMW-ს ნარკომანი. ოჰო, როგორ ჩავახრიალეთ? ეხა ჩვენ გვინდა გამოხდილი წყალი რო ჩავასხათ და გადავაზავოთ. ვიღაცას არ ეგონოს მარტო ანტიფრიზს ვასხავ და არ ვაზავებთ. მერე ვასხავ შიგნით წყალს, ვიცი რაოდენობა რამდენი ჩავასხე, იგივე რაოდენობის წყალს ჩავასხავ და всё, გაზავდება ავტომატურად. 50-50-ზე უნდა გააზავოთ. არც მეტი, არც ნაკლები. ესე იგი ჩავასხით 5 ლიტრა ანტიყინვა. ქართულად რო ვიბაზროთ. ბაზარი ხო ქართული სიტყვაა? ხო. და აგერ ვასხავთ 5 ლიტრა გამოხდილ წყალს, რომ ერთ-ერთზე გადავაზავოთ. ყველაზე მარტივია ესე რო არის წუწავთ აქეთ-იქეთ, ერთი დიდი ბალონი აიღოთ, მაგალითად 20 ლიტრიანი, ჩაასხათ იქ გამოხდილი წყალი, ჩაასხათ ანტიფრიზი, გააზავოთ და ერთიანით მერე ჩაასხათ. ეგ უფრო მარტივია, ვიდრე ესე ცალ-ცალკე, მაგრამ ესეც მოსული პონტია. ესე რომ არასწორად გამოგივიდეთ გადაზავება, არ გამოვა ის პროცენტულობა, რაც საჭიროა რა და ესეთ შემთხვევაში თუ არ იცით რომ ზუსტად ჩავა 5-ის და 5-ეს, არ ჩაასხათ, გადააზავეთ დიდ ბალონში და მერე ჩაასხით. მე ვიცი რომ რამდენი ჩავა, მაგიტო ვასხავ ეს ცალ-ცალკე. ეხა მე და ბატონი ოპერატორი წავალთ თბილისში, დიღომში, სადღეღამისო მაღაზია არის. არ დავასახელებ რა მაღაზიის გვერდზე არის. იმიტომ რომ ყველა იძახის ამ მაღაზიის გვერდზე არის. იმიტომ რომ იმ მაღაზიის ეტყობა სახელი არ აქვს და არც იმას დავასახელებ ვინ არის, არც იმას დავასახელებ ვინ არის. დიღმის ტრასაზე არის. წავედით
ფილტრი ვნახოთ ღამის 3 საკლია 13 წუთი. გადაღებას გავაგრძელებთ მანქანიდან. თქვენ გააგრძელებთ ბატონო დავით შლანგების, ტრუბკების რაღაცების შეერთება. მაინც ფილტრი მომეცი რომ წავიღო შევადარო. გამოვედით ავტობანზე, მივდივართ თბილისში, დიღომში, რომ ვნახოთ იქნება და ფილტრი ვიშოვოთ და 3 საკლია 4 წუთი და ისეთი თავისუფალი არის აქ ავტობანი, ერთი მანქანა არ დადგეს. არც უკან, არც წინ, მარტო ჩვენ ვართ. დავაჭიროთ, გავფრინდეთ. ეს არის ადამიანი. ახლა რამხელა მონიტორი ჩავაყენე. შეცდომით ჩამოვიტანე, სხვა ზომა არ ჩაეტია და ესე მივაწეპე ზევიდან. და მაგარი გამოვიდა, სპიდომეზე დიდი მონიტორი მაქვს, ძმა. 4-ის 20 წუთია. დავდივართ დიღომში. ჩვენ რო გვეგონა რომ ის 24 საათიანი მაღაზია ღია იქნებოდა, დაკეტილი დაგვხვდა. Google-ში რო შევდივარ და წერთ, მაგ მაღაზიაზე გვეუბნება რომ 24 საათიანი ღია არისო და 24 საათი ღია არისო, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა და ეხლა დავდივართ იქნებ სადმე რაღაცა მაღაზია ვნახოთ. რომ იქნებ რაღაცა ფილტრი ვიყიდოთ. რომ დღეს დავქოქო თუ არა და ხვალ დილით თუ დავიყიდო, რაღა ხვალ უკვე დღეს დილით უნდა ვიყიდო და მერე დავქოქო და არ მინდა დრო გავაცდინო, მინდა ეხლა დავქოქო ცოტა ხანში. ამიტომ დავდივართ დიღომში და ვეძებთ რამე სადღეღამისო მაღაზია, სადაც იქნება ზეთის ფილტრები. კი ეხლა ვართ ფეიქრებზე, დიღომი მოვიარეთ, სადაც 24 საათიანი ეწერა, ყველა დაკეტილი იყო. წავედით ელიავაზე, ერთი დიდი პროფილაქტიკაა, სახელს არ დავასახელებ, რეკლამაში ვარ გავმივიდეს. იმასაც ეწერა რომ 24 საათიანი არის, მაგრამ ისიც დაკეტილი იყო. ამიტომ რა ვქნა აღარ ვიცი. 4 საკლია 20 წუთი, ტყუილა წამოვედით წეროვნიდან, ტყუილა ვიბოდიალე ამდენი ხანი, ფილტრი მაინც ვერ ვიშოვე, მივდივარ უკან. ამიტომ დღეს სავარაუდოდ ეხა გზად თუ რამე შეგხვდება და გაგვიმართლებს ეგ თემა, თუ არა და დღეს ტყუილა ვიწვალეთ ამდენი და ვერ დავქოქეთ მაინც. არ და მუღამი იყო რომ დღეს დამექოქა მანქანა. წავალ დავიშლებით. დილით ვიყიდი ფილტრს და დავაყენებ და მერე დავქოქა. სხვა გზა აღარ აქვს. ვარკეთილში და ბიჭებმა კი დამიწერეს, იქით ვარკეთილში არისო, მაგრამ ეხა ვარკეთილში გასვლა გამოსვლა და მთელი ამბები კიდე უკვე მეზარებოდა და ეს რა არის აქ? 24 საათიანი ხო არ იყო. ვარკეთილში წასვლა და კიდვა დამეზარა ეხლა და არა უშავს. ხვალ დილით გაიღება ჩემი საყვარელი მაღაზია, ვიყიდი ჩემს საყვარელ ბრენდს და დავქოქავ მანქანას. დილამშვიდობის გათენდა. სულ 2 საათი მეძინა. გიჟივით ვარ ისე მეძინება. მოვედი დიღომში ჩვენ ძმა კაცებთან ფილტრი ვიყიდე. მანის ფილტრი 3 წალი ვიყიდე რომ ავიდა რომ დავქოქავ. ცოტა ხანი ვამუშავე და ფილტრი უნდა შევცვალო. მერე 100 კილომეტრში ზეთი და ფილტრი უნდა შევცვალო. ამიტომ 3 წალი ვიყიდე. დიღომში არის ამერიკის საელჩოს გვერდზე არის შელის სახლიდან. მან დააქვთ ეს ფილტრები, ზეთები და ყველაფერი. წავედი ახლა ჩავდო მანქანაში ფილტრი და ვცადო დაქოქვა. ნახავთ რა მოხდება. იმედია დაიქოქება უპრობლემოდ. გაბადროებით. ეს რა დაბალი? ხა დაბალია. კაი, მოუმატე. მომენტ ახლა ეგრე ვერ გაიგებ, უნივერსიტეტია. დაბალზე ენძრა. დაბალზე მარჯვენა სუჩი კაია, მარცხენა არ ვარგა, ხო? საერთოდ ის სუჩიც არ ვარგა რა. ისიც არ ვარგა, ხო? ეს არის სუჩების შესამოწმებელი, აალების შესამოწმებელი აპარატი, რომელიც ასევე სულავს გააჩნია. მაგრამ კი არ გამოაჩენს ხოლმე ხშირად. ესე რა, ისე. თავისთვის მარტო. ახლა ნახე ამათ შორის რამ ხდება. მეცა რო. აჩა. ხო. რომელი ჯობია ხა?
მარცხენა კაია, ხო? შედარებით. აგერ ვსტიო. ო, რა კაი რაღაცაა. სულ ავი. ესე იგი მოვიდა დაქოქვის დრო. ამ შემთხვევაში პირველ დაქოქვაზე ყოველთვის ჯობია ჩახსნათ ამ ბაბინები, რომ დატრიალდეს და შეივსოს სისტემა Z-ისგან. ყველაზე იდეალური ვარიანტია სვეჩები მოხსნა და სვეჩების გარეშე დაატრიალო. ეხლა ვცადოთ რა იქნება. დაატრიალე. ეხლა არ დაიქოქება, უბრალოდ დატრიალდება, რომ Z-ისგან შეივსოს სისტემა. აი ეხლა აი შეერთე ეხლა დაატრიალე. შევავსეთ სისტემა Z-ისგან. გრუშტელი არ უყენია და დიდ ხმას დაიქოქება. ეს ავაწყეთ, დავქოქეთ, ვამუშავეთ, ვალუტრონიკის პრობლემას წერდა. მოტორში კი შევცვალეთ, ყველაფერი შევცვალეთ, მაგრამ არ უშველა. ავხადეთ კრიშკა და ვნახე, რომ აი ეს არის ვალუტრონიკის მოტორჩიკი. კბილანა ეს. და არის დაბუქსავებული ღერძზე. და არასწორ კუთხეზე დგება კბილანები. ეხლა ველოდები თუ და მომიტანონ ეს რასპედვალი, რომ შევცვალო. დღეს არის ხუთშაბათი დღე, პარასკევს არის კვალიფიკაცია და ჯერ ჩვენ კიდე აქ ვართ, აპკატ არ გაგვილია და ნასტროიკა არ გავკეთებია. აღარ ვიცი მოვასწრებ თუ ვერ მოვასწრებ. უკვე ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ამ მანქანით დრაგზე გამოსვლა. დღეს არის ხუთშაბათი 12 საკლია 20 წუთი. ხო. გომარეობა. გომარეობა კრიშკა უკვე გახდინე. რასპედვალი შევცვალეთ, წეგან კი იყო ვიდეო კი უყურებდით. ვალუტრონიკის რასპედვალი შევცვალეთ, ეხლა ვაწყობთ, რომ დავქოქოთ. არ ვიცი მე ხვალ ერთ დღეში აპკატკა როგორ უნდა ვიაროთ და დავანასტროიკოთ, არ ვიცი. მაგრამ არ უნებდებით ვაწვევით ბოლომდე. დათო, მოდი. ჩავსვათ. და წეგანის F30-ით რო გაიარე მაღაზიას. ეს ვიდეო დრაგამდე იდება თუ დრაგის მერე? არა, დროები მითხარით ხვალ, ვერ გეუნები. ზოგადად სიტუაცია F30-ზე რა ხდება? იდეალურია. როგორც ყოველთვის გიგას ვენაცვალებ. ხო. მანქანა ხოძზე. იდეალურად დადის. რატო? იმიტომ აჰა. გიგას დამსახურება. ვაფშე წვიმა არის გამოცხადებული და შეიძლება გადაიდოს. ამ მანქანის გავლას, აპკატკას და რაღაცეებს ისე გაგვეეწელა ეს ვიდეო, რომ თან დრაგამდე მინდა ეს ვიდეო რომ დაიდოს. ამიტომ ეხა ავაწყობ, დავქოქავთ და აპკატკას და ნასტროიკას რაღაცა ამ ვიდეოში ვერ ნახავთ. იქნება შემდეგ ვიდეოში, დრაგის ვიდეოში იქნება ეგ ყველაფერი რა. ამიტომ ეხა ამას ავაწყობთ, დავქოქავთ, ვივლით და აქ მორჩება ამის ვიდეო. დანარჩენი იქნება შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. რა უნდაქნათ? უნდა გამოიწეროთ არხი. და დაალაიქოთ. თან რაღაცა იმი ბანძი ტელეფონით მიიღებს რაღაც. ხო, 17 დაუჭერე iPhone-ი და მიიღებს რაღაც ყვითელი ტელეფონი.